მოგესალმებით მეგობრებო, მე და ნოდარა. დღეს მივდივართ ბიჭები მარაბდის ტბაზე, ჩემოკარგებო. ხა მოგახსენებთ სიტუაციას, რატომ მივდივართ მარაბდის ტბაზე და დღეს რა ვიდეო გელოდებათ რა. სინამდვილეში დღეს 27 სექტემბერს შაბათს უნდა ყოფილიყო ჩემი კლუბის ტურნირი, რომელიც სამწუხაროდ ჩაიშალა რაღაც მიზეზების გამო და მაინც ვატარებთ, ანუ მეგობრულად წავართ ახლა ვისაც გვეცალა მეგობრებო, ვინც გამოვდიგოთ ტურნირებზე და ასე შემდეგ. ეხლა მივდივართ მარაბდის ტბაზე, რომ პატარა მინი მეგობრული ტურნირი ჩავატაროთ. ეს იქნება ჩვეულებრივი ვარჯიში, არანაირი ოფიციალური სახე არ იქნება ამას და არანაირად უბრალოდ მეგობრული ტურნირი გვექნება, რომ აი ეს გუშინდელი პატარა ბოდისა ჩეპე დავივიწყოთ ხა და ესეთი კარგი დრო ვატაროთ რა. გველოდებიან ბიჭები უკვე ზოგი გზაშია, ზოგი უკვე ტბაზეა მისული და ასე შემდეგ. ეხლა ამ მარაბდის ტბაზე მეთქვით 1-2 სიტყვას, ხო? ტბა არის ფასიანი, რა თქმა უნდა. და ტბა არის ფასიანი და პირად კომენტარებში დაგიწერთ რა ის და ასე შემდეგ რა. რა პირობებია ნახავთ ახლა თქვენც. გადავწყვეტეთ იმიტომ რომ ეს ტბა გადავწყვეტეთ იმიტომ რომ ტურნირი სხვადასხვა ტბებზე ვერ მოხდა, ჩემოკარგებოდა, მაგიტომაც გადავწყვეტეთ ესეთი ფასიანი ტბა. და არ ჩავადეთ, მაინც მივდივართ და უნდა ვითევზაოთ რა. ტბაში ხავს, როგორც ვიცი, კარპთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი თითქმის და ამური წყავს, კარჩხანა წყავს და რავი რა, ბევრი თევზი ყავს, როგორც ვიცი რა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ჩვენ უკვე შევხვდებით ტბაზე, აბა დროებით. მეგობრებო, ჩამოვიდით ხა მარაბდის ტბაზე. ველოდებით სამ მეგობარს და ჩვენი მეგობრული ტურნირი რა, ეს არის სასწავლებელი თემატიკა მხოლოდ რა, არანაირი თემა არაფერი. მოკლედ, ეხლა ჩამოვიდით ჩვენი მეგობრები, სამი კაცია, 9 საათში იქნებიან ჩვენთან. აგერ ანახენოდარ, ილია ამზადებს, აგერ ზურა ამზადებს, კი ჩვენი მეგობრები, ჩვენი გამომწერები ამზადებენ. და არა უშავს, ჩაგვეშალა ტურნირი, ხდება ხოლმე რა. რაღაც მიზეზების გამო, რა თქმა უნდა, მაგრამ არა უშავს. დღეს აგერ მაინც არ გავუმაზეთ ეს დღე, მაინც გავაკეთეთ გასაკეთებელი და ოქტომბრის თვეში ტურნირი კლუბის უეჭველი ჩატარდება. აი ხა ჩვენ ავაწყეთ ჩვენი პლატფორმა. ეს ახლა შევადაგებინოთ რომ აზრი რომ ეს რა არისო, ეს არის პლატფორმა ქვია მეგობრებო. უფრო მაგარზე ვიყო, უფრო შორს შევიდე, ან დაღმართზე და ესეთი რაღაცები საჭიროა რა. აი ესე გამოიყურება რა, ჩანს კარგად? ეს გამოიყურება ჩემი ტანკი. დღეს კაი ვიდეო უნდა გამოვიდეს, კაი დღე უნდა გამოვიდეს, რავი, ამინდით კაია, იდეალურია. რავი, ნახოთ აბა. წვიმა ეწერა და რავი. თან მეგრძნობ რომ წვიმა იქნება. მე ესეთ რაღაცებს ვძნობ ხოლმე რა. თევზი აქტიურია, მაგრიდან დადის. ამას უკვე პროცესში ვნახავ და მოუგვარებ თუ მოსაგვარებელია, ეგ არაფერია. ამაზე აღარ დავდობთ. ტვინი მუშაობს, რა თქმა უნდა, ამ დროს. აი, ჩემი მიზანი რა არის ხან? ჩემ თევზაობაში ყველაზე მაგრად მუშაობს ტვინი, როდესაც მე თევზაობ, მეგობრებო რა. კი, სიამოვნებს, მაგრამ უფრო ტვინი მუშაობს. ძალიან ბევრს ფიქრობთ რა. მოკლედ, ნოდარას აღარ მოვაცდენ. ოპერატორი ნოდარა მყავს, დემეტრაშვილი. ხო და ეხლა აწყობს ნოდარაც, ეხლა შევხვიანდებით ცოტა კიდე დაურეკავთ ბიჭებს, რომ არ დააგვიანონ ძალიან და დავიწყებთ. მეგობრებო, ხა მოვზიროთ ჩვენი დასაკვები. დღეს თევზაობ ჩემი შექმნილი დასაკვებით უნივერსალით. შოკოლადის არომატით ვითევზავებ. სპეციალურად დღეისთვის შევაზავე კარგად, რომ აქ ისეთი თევზებია, რომ დავაინტერესო კობრიც, კარჩხანაც და ასე შემდეგ. თუ დაჭირდა
გადამატებული არა მაქვს, დოზირებულად მაქვს გაკეთებული, რა ჩვენ წყალსაც სჭირდებათ, რომ არ გადაგიწყეთ თევზი და არ გააწყოთ თევზი და აი ამ პერიოდში იჭიოთ თევზი რა. აი მაგიტომაც არის ჩემი შექმნილი დასაკვები რა, ვისაც გამოუყენებიათ. ერთმა მომწერა რომ წყალში დუღილი დაიწყო თევზმა, ესეთი რაღაცა იყო, რავი, მეც გამიკვირდა თვითონ ჩემი დასაკვების. მოკლედ. შოკოლადის არომატს ვიზავთ, თუ სხვილი ფრაქცია დაჭირდება, მეგობრებო, რა თქმა უნდა, პროცესში ჩავამატებთ. ის პრობლემა არ არის, უფრო კაია რა, პროცესში საკმაოდ თუ ამატებთ, უკვე აკონტროლებთ დოზირებას რა დოზით აწვდით თევზს რა. ეს გადაიღე წარვაბული. ხეცი ხარ. ილო ნახე დასუნე ძმა. იდეალი აქ გადაგიდაწევ ჩუბით. მე შენ დასაკვირვებია. რომელი? ყვითელი. ასაღურ? აი აუ დინაც. ოდი, ჯერ ამ ხელას მოვიდა. როგორი ფრაქცია? ეს რა არის კიდევ ეს არის დასამუშავებელი მეგობრებო, მე სახში გადავაზავე, მაგრამ სინამდვილეში მე სხვა ფრაქციას ვამუშავებ რა. ეს ხოთა სხვილი ფრაქცია თუ დავამატე რომ აქ ხა კოპთანაც მექნება ჯახი უეჭველი ვიცით რომ ბევრი ყავთ რა კობრი. და მაგიტომაც გაუთვალე, სხვილი ფრაქცია დაუტოვე რა, თორე ხა მე მომდომებო და მარტო გაჩხანა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მარტო გაჩხანა წვილს მივაწვდით, მაგრამ აქ ხა გვინდა არ გვინდა მეგობრები ვართ. დუელი გვაქვს, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე რა, 5 საათია და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგარი აზარტზე ვართ ძალიან ყველა რა. კი, მეგობრულია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. ეხლა ის გადავზეთ მეგობრებო, ეხლა ბურგით გადავზირავ. რომ ბურგს აი აქ კუთხეებში ვერ ამოაქვთ რა, ვერ ამოაქვთ და ვნახოთ. რა თქმა უნდა, ეს გამომდგარია ჩვენი დასაკვები, როგორც ფიდერში, ასევე ტიპტივაში, ასე შემდეგ. აი. შეკრულება აქვს და ერთი დადებით იშლება რა, აი. უსმენთ არა. ალპენგურტი. შოკოლადი და. სა. მზად არის. მეგობრებო, ეხლა ამოვიდნენ ჩვენი ბიჭებიც. აგე ეწყობიან, ნახე. ეს არის ჩვენი კლუბი. სამწუხაროდ ბევრმა ვერ მოიცალა და მაგიტომაც მეგობრული, ძმაკაცური ტურნირი გქნება დღეს უფრო აზარტული რო იყოს ჩვენი თევზაობა. მეტი არაფერი რა, ისეთი არაფერი. აგე ზურაც. მოგეთ, აგე ლუკას ამოვიდა, ლუკას მეგობარიც ხო ტურნირშია. აგე ჩვენი გამომწერებიც ჩვენთან არიან. მოგეთ, რავი, მაინც გამოვა, მაინც გუსარ გავიტეხავთ კი რაღაცები იყო, მაგრამ არა უშავს რა. ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, ერთმანეთს გავითვალისწინებთ. სადვართ უკვე ჩვენ, აგე ვახოც ზილავს უკვე, ილია მოზილა უკვე, ლუკაც უკვე პროცესია. ზურმაც უკვე ააწყო, ანუ 15 წუთია, ვიწყებთ 9 საათზე, ვამთავრებთ 2 საათზე. ანუ 5 საათიანი ტურნირი გექნება. მერე ვისაც ედომება დარჩება საღამომდე, ვისაც არ ედომება წავა. ჩვენ ვჩერდით, ხონოდა. აუცილებლად. სტარტი ბიჭებო, სტარტი აბა, წარმატებები ყველას. ნოდარ, წარმატებები. ბიჭები. კიდევ ერთი დავიჭიეთ, მაგრამ ეს ცოტა მოსდილია, მეგობრებო. წემში შემოვიდა. შემოვიყვანეთ. ვიჭერთ რა, ასე თუ ისე ბიჭები ვიჭერთ. ეს მარმარი ვიჭერ, კაია. გიომაც ამოიყვანა ბუაძემ. ბუაძეს კიდე ამოყავს. მეგობრებო. თეთრ ჭიაზე ვიჭერთ. ვიჭერენ ბიჭები. ძურა, აქეთ ბუაძე.
ჭერა მიდის, მაგარი ჭერა მიდის. ნოდა რაც. ეგეთ ჩემი გამოწერებიც იჭერენ. ნახოთ რა იქნება ბოლოს. ნოდა რამ დაიჭირა. იჭეს უკვე ნოდა რაც შესწორება შეიტანა და აგი არა ნოდა. აბარა ზურა სამოყავს მე როგორც ხედავ ზურა არის აჰა ზურა სამოყავს ჭერა არის მაგარი რა მეგობრებო ყველას თევზი ყავს აგე დაიჭირა აგე ილიკომაც დაიჭირა ილო არის ალახეს თუ გამოსაიქნება ტებში ნოდარ დაი აღარ ჩერდება ნოდარჩი ნოდარ დამინდე ნოდარ ოჰო ჩემი თანაც მაგარი ჩატკმა არის მეგობრებო და მოდი ილიკოს თევზი ნახოთ ეხლა ნოდარას დავიჭირეთ მეგობრებო დავიჭირეთ ჩვენც რაღაც მაგარი ჭერაა მეგობრებო რა აი მაგარი ჭერაა რა აი გავართ გამიხცა დისტანცია 15 მეტრა ავიღე მეგობრებო რომ კომფორტულად მეჭირია თევზი და ძალიან კაი გადაწყვეტილება მივიღე თითქმის ახლა მე ნოდარი ილია და ბიჭები ერთ დისტანციაზე თევზაობთ რა ერთი ჯოხი მქონდა 30-40 მეტრში და ეს პატარა პიკერი მაქვს 30-15 მეტრში ბოდიში და ბოლო 1 საათის შორს ალიდგა თევზი რაც გადმოვედი ვიჭერ და ეხლაც ეგონი უნდა იჯდეს ჩვენი კარჩხანა არა დასაკვებს აღარ ვაძლევ დგას ჭამს და რატო უნდა უმატო მეგობრებო დასაკვები როცა ჭამს და ჭამს ესეც გაითვალისწინეთ ხოლმე დავიჭირეთ მეგობრებო მორიგი კარჩხანა აქეთ ნოდარა იჭერს აი ესეთი კაგიქცა არა უშავს აი წაფჭერა მიცის რა როცა ცდილობ მალმალი ამოიყვანო ის მეთოდი ხო ნახე ვიდეოში თუ არ გინახია რო არაქანაო ჯოხი და მალმალი ამოიყვანო არ გინახია ეხა გაჩვენებ აი ეხლა გაჩვენებ ძმაო როგორ უნდა ამოიყვანო როცა წვერი ქანაო რა თქმა უნდა ნემსკავიც იქ თამაშობს რა ტუჩთან ეხლა დაწიე ქვემოთ აი ესე აინოდა უყურე აი ესე ამოტრებ აღარ იქანაოს რა ხეთევით რო არის უკვე ქანაობს აღარ იქანაოს აი სამოვიდა აგი მეგობრებო დავიჭირეთ არ ქანაობს რა უკვე პირდაპირ მოგაქვს რაკეტივით მოდის აიგე აი კარჩხანა დავიჭირეთ მეგობრებო ნახეთ მაგარი კარჩხანა ნოდარ ნახე კაი კარჩხანა აქეთ ნოდარა იჭრის მეგობრებო მოიყვანა აქეთ მე ვარ არ ვინდობთ ერთმანეთს მეგობრებო ძალიან მაგარი ბრძოლა მიდის აი მაგარი ბრძოლა მიდის მარაბდის ტბაზე ტურნირი ჩატარებული იყო სერიოზული ტურნირი გამოვიდო და მაგარი წონები დაიდებოდა არა უშავს ერთ ტურნირს კიდე ჩავატარებ და ნახოთ რა იქნება ემში ყავს თევზი ეთეთულაა თუ კარჩხანა ვარდნაზე დავიჭირეთ მეგობრებო კარჩხანა მეგონი შენ გამანადგურებ კიდევ ერთი მაგრამ სტანდარტია მაგრამ იბძვის რა აი მეგობრებო სამოცდაჩვიდმეტი წავედით
ზურას ამოყავს. კიდევ ვიჭერთ, წვიმა დაიწყო მეგობრებო და ესეთ გაფუჭებულ ლანდია გაკრაული და ესეთ გაფუჭებულ ჭიაზე ვიჭერ მეგობრებო. მანქანას რატო ვიღებ რატო? მაგას პირველი რომ დავიწყე ვიდეო, ეგ ვიდეო ჩავწერე ზუსტად რომ მეთქი მანქანას არ დაუმის. ბალახიანად აქ ნაჭამი ჩემი ეს რაღაცა. დარჩა 20 წუთი მეგობრებო და თევზი მყავს. 130 წელი დავამგვალე ეხლა უკვე 130 წელი მეგობრებო 130 წელი ესეც კაი ზომა ასე თვალწი სტანდარტი მოდის რა ამაზე ცოტა ესეთები და ასეთები და ამაზე ცოტა დიდები ბოლო წუთები მეგობრებო და აი ესეთი ამბავი ხდება ტბაზე 10 წუთი დარჩა, აი 10 წუთი და გააქტიურდა თევზი მოკლედ 5 წუთი დარჩა მეგობრებო და ნახოთ ეხლა ბოლოს აუწონით თევზს დავიჭირეთ ბოლო წამებია მეგობრებო ვჩქარობთ მორჩა მეგობრებო ტუნირი ამ დროს დებთ ანკესებს და გადავართ ჩემოკარგებო და ავწონით თევზს დავიწყებთ გიოსგან აი ბოლოში რო ბიჭები აქ იქიდან დავიწყებთ და ჩემთან დავამთავრებთ რა იყო ნოდარ მაგრამ დავიღო. მაგარი. არა. როგორი წერა იყო? გიო. მაგარი არა? როგორი წერა იყო? იდეალური. არა, მაგარი დაასწორა. ბიჭებო, როგორი წერა იყო, აბა? სასორი მოიტანე ნოდარ. მოიცა. ეხლა ავწონით ჩემი გამოწერების თევზს. ილო როგორი ჭერა იყო ძმო? გავერთეთ სასიამოვნო. მეგობრებო, ეხლა ჩვენ დავამთავრეთ, ავწონოთ პირველი ნომრიდან და ჩვენთან დავამთავროთ. რა ეხლა გიოს თევზს ავწონით და გიოს Peki ne diyor da kaç yazıyor? Ne yapıyor? Ara. O döküye kaçır.
კილო 130. გოგლა. ვისი იყო? გიორგის საუზე ჩემი. შემდეგი. კიდია, ემას. ანუ რა იწოდება თევზი იქნება აღარ ჩაკეთებს. ანუ კილო 200. ჩას. დიოდა. საუბრ. და ელა ბათესთან ვიჭებო. აუ. აგარც ახლა შესაბამისი ბანდი იყო სწორად. საუბრ გუგა. ოჩა. აი კოჩა სადა. ოჩა. ჩამო. დამატე. დამატე. ხიაბა რამდენია ძმაო? 4 და 300. 380. ჩაიც ხო? სულაც გაუშენსახარცევს მეგობრებო. ეს ახი. ხო? ყავს. აუ, ბიჭო, ესეთი თუ ყავს ხა ეგეთი ამას იდებით ეყოლები. არა, ჭერაში რო წავიდეს, მაგრამ მოიცი დაგიხმა. ვარდნაზეც რო ყოფილიყო ხა წამოს. მე არ ვიცოდა თითქმა იყო. თორე ხანაა მოუძებეს. აი აქ. იდეა. 3 კილო და 700 იქნება 500. 3 კილო და 470. აი სულ ეს თუზნავ. მოჭე. მოდი, აქ მოდი. მოხერა კარგები დაუჭერია. გორია. ნახე რა ლამაზია. აი, აგწმო. ნახე რა ლამაზია. აი, მოდი გავწონო. მოდი დავწონოთ. 60 ეს არის 1 კილომდე იქნება, 800 კილო 550. მოგე დაიძაბა ყველა ეხა ვით მოიგეს ეგა თავარი. ოდი დამდამიქსირე იმდა 920. კილო 930. ბილო გაუშვი. გამოვიდა. ბიჭი. მოდი ბიჭებო დამეხმარეთ. ეს დაიკავი რომ იმას ჩაყავს რა. თავი ჩაყოფნე ემას. დავა გამოვში. ბიჭი გადმოყარე და მე რო გაშლი დაფერდი. всё, ახლა. აი ერთსა. მეგო. ოიცადე. თეთრ უბრუნეთი ყავს. ება გამასრო ზურა. აუჩს. მოდი ბიჭო. ორი და 480. ეხმარე. აი, ჩიტავდა. ბაბა. მეცაკაცია. ოშვი. 680. აჯობა ხო? რამდენი გრამს? 300 გრამ. აი წაგასო. და გავსელიყა. დაღოლ გილოცა. ოჩი. მეგობრ, ძალიან მაგარი ტურნირი გამოვიდა, მაგარი ბრძოლა იყო. კი, მეგობრული ტურნირი იყო, მაგრამ ძალიან მაგარი. მესამე ვინ გავიდა? ზურას იყවත් მოვარას. ძალიან მაგარი, მას შევისწავლეთ. პირველად ვიყავით. კი.
საერთოდ არც ვიცოდი თევზ რა თევზიც იყო ტვაში. ეხლა პროცესში აღმოვაჩინეთ. კი ბატონო და მაგის დამეხოდით წონებით წამოვიდა. დროშიც ცოტა დავიგვიანეთ ყველაფერი, მაგრამ გამოვიდა ძალიან სერიოზული ბრძოლა იყო, რა მაგარი. და კაი ტური გამოვიდა. მით უმეტეს ისიც ჩავთვალოთ, რომ პატარა სექტორში დაუჯექით და ერთმანეთში გადახლართვაც იყო და ხელშემშლელი რაღაცეებიც იყო, მაგრამ შედგა რა. ძალიან შედგა და ძალიან მაგარი მაყურებელია, იმიტომ რომ რასთავარია იყო ბრძოლა და არ იყო მარტო გართობა. და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მაგარი. ესე იგი, ადგილები. პირველი მე, პირველი შენ, გიო, მეორე მე, მესამე ბუაძე გიორგი. ბუაძე გიორგი. ბუაძე გიორგი. მესამე ადგილი. მესამე ადგილი. მოგლეთ, ეხლა მე დავაწესე მედალი. დიდი თევზის მედალი მაქვს, რომელსაც გადავცემ ვახო მაისურაძეს, იმიტომ რომ აფხაზეთიდან დაიჭირე. ხო, ყველაზე დიდი დაიჭირა მაისურაძემ და მეგობრებო, დასწრებული მქონდა ესეთი ლამაზი მედალი. აწერია დიდი თევზი და ვის ამ ეტაპზე დაიჭირა დიდი თევზი, იმას გადავცემდი და აგე ვახოს გადავცეთ მედალი დიდი თევზი. დღეს დაიჭირა. აბა, ვახო, წამოდი გისურვებ. გამარჯვებული. აი კაცი. ეხა დაგემშვიდობებით. კაი თუ გავატარეთ აჩვენე ბიჭები. კარგი იყო. ახლა გააცვით სიახლოვე რა. და აბა წარმოდევგისოთ მეგობრებო და მოდო შეხვედრამდე.